ძმანო, უკვე თუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელიმე ბრალსა, ანუ უც ადამიანი რაიმე ცოდვაში დანაშაულში ვარდება, თქვენ სულიერთა მაგათ, თუ სულიერი ხარ, შენს გვერდზე მოყვასი ცოდავს. ანუ ჩვენ თუ მაგალითად ვემიჯნებით ამას ოფლის სულს და ვხარობთ, იმიტომ რომ ზეცის მოქალაქენი ვართ, ჩვენ არ გვაქვს უფლება სხვისი განკითხვის. ერთ-ერთი ნიშანი, რომ მართლა ზეცის მოქალაქე ხარ, არ განიკითხავ იმას, რომელიც ისვრის. და შენ აქ ღმერთსადიდებ, მაგრამ მას არ განიკითხავ, მისთვის ლოცულობ. ჩვენ აქ მარტო ჩვენთვის არ ვართ. ჩვენ აქ იმათთვისაც ვართ, ვინ ჩვენს გარშემო ისვრის, ვინც სხვანაირად აღნიშნავს, ყოველ დღეს, ყოველ წამს, ყოველ წელს, სხვანაირად აღნიშნავს, იმათთვისაც ვდგავართ, რომ მათაც გაუხსნან გულის ახთო მადლს. ამიტომაც თუ სულიერი ხარ, თუ სული ცოცხალი ხარ, აგრძელებს პავლე მოციქული მაშინ, თუ ვინმე შეპყრობილია რომელიმე დანაშაულით, ბრალით, თქვენ სულიერთა მაგათ დაამტკიცეთ ეგევით არ იგი სულით ამის მშვიდობისათა, ანუ შენი მშვიდობის სული, რომელიც მოსიყვარულია, რომელიც არ განიკითხავს, რომელიც მოყვასის დანაშაულზე თვალს ხუჭავს, რომელიც ყოვლის მიმტევებელი სიყვარულით განიხილავს ყოველ ადამიანს, იმედით უყურებს, რომ მასაც გაეხსნება გული უფლის მიმართ, ეს გადამდებია კაცობრიობაზე, გადამდებია მოყვასზე, გადამდებია სამესობლოზე. თუ შენში მაინც არის ეს, რომ განკითხვის სული, რომ აი ეს უღმერთო ცხოვროს, პავლე მოციქული გვაფრთხილებს, ეგრძალე თავსა შენსა, ფრთხილად იყავი გვეუბნება, ნუ უკვე შენცა განიცადო. ფრთხილად იყავი, რომ შენც იგივე არ დაგემართოს იმ მდგომარეობაში არა აღმოჩნდე, აბა რა გავაკეთო საქმით, ურთიერთარ სიმძიმე იტვირთეთ და ესეთ აღასრულეთ ჯული ქრისტესი, როგორ გვჭირდება დღეს ქართველებს აი ეს სიტყვები, ურთიერთარ სიმძიმე იტვირთეთ და ესეთ აღასრულეთ ჯული ქრისტესი, როგორ გვჭირდება, რომ ზემოდან არ უყუროთ ერთმანეთს, არ განვიკითხოთ ერთმანეთი. როგორ გვჭირდება, რომ უპირობოთ ვაპატიოს ყველაფერი, აბსოლუტურად უპირობოთ ვაპატიოთ, როგორ გვჭირდება დღეს ჩვენ ეს. და როცა ჩვენ ეს არ შეგვიძლია, როცა ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთს ვაპატიოთ, ტყუილად ვეძებთ ჩვენი სამშობლოს მტრებს ჩვენს გარეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ეს მტრები თვითონ, იმიტომ რომ შენ თუ არ შეგიძლია, შენ სისხლს და შენ ხორცს აპატიო, თუნდაც შემცდარი იყოს. Რაღაცი გვჭირდება გარემტერი. ჩვენ ხო ერთმანეთი არ გვიყვარს. აი მოდი თქვა დავაშენეთ საქართველოს, სადაც რა ვიცი, რა გვინდა კაცმორო თქვას, აი ვიღაცა რომ მოვიდეს, კაი ხო, კაი, აბა, რა გინდათ მითხარით. აი რა გვინდა კაცმორო თქვას. რა გვინდა, ნეტა თუ ვიცით რა გვინდა საერთოდ. და რაც რაღაცა იმან ერთი თქვა, მეორე, მესამე რაღაცა და აჰა თქვენ ეს გქონდეთ. და მე თუ ჩვენ ერთმანეთი არ გვეყვარება, ეს ხო ყოველ წამს გამოვლინდება. ეს ხო სხვა საქმეებშიც გამოვლინდება. რა ფასი აქვს ერთად ყოფნას? ერთად ყოფნა არის მთავარი? აი ჭეჭყვაში რომ მოხდები მეტროს ვაგონში. რა ფასი აქვს იმ ერთობას? ხო ერთად ახართ, აი ჭეჭყვაში ხარ. და რა ფასი აქვს? არაფერი ფასი არ აქვს. იმიტომ რომ არანაირი პიროვნული კომუნიკაცია, სიყვარულით ახსოვსო კომუნიკაცია არ არსებობს. და ფასი მაშინა აქვს, როდესაც ერთმანეთის სიმძიმეს ვიტვირთავთ. როცა ჩვენ ქრისტეს ჯულს ვასრულებთ, იმიტომ რომ ქრისტეს თვალებით უყურებთ ერთმანეთს.